14 მაისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. Ამ თარიღთან დაკავშირებით მაესტრო ეროვნულ არქივში შემონახული საბუთებით დაინტერესდა. ძველ საბუთთა განყოფილებაში თამარ მეფის დროინდელ ანჩის სახარებასა და მეფის მიერ გაცემულ ორ სიგელთან ერთად თამარისადმი მიძღვნილი ლექსები და თქმულებებიც აღმოჩნდა. დეტალები ნახეთ თამარ გრძელიძისა და ბექა ქსოღრელის რეპორტაჟში. უკვე წლებია მანანა ჭულბურიძე ეროვნულ არქივში მუშაობს. ძველ საბუთთა განყოფილების უფროსის ხელში არაერთ საინტერესო ხელნაწერს გაუვლია. თამარობის დღესასწაულზე ის ქართველი მეფის დროს დაწერილ წიგნებსა თუ სიგელებზე და მისი ხელმწიფობის შემდეგ მასზე შექმნილ ლექსებსა და თხზულებებზე გვიყვება. საქართველოს დედოფალი, დედა ქართლისა თამარი. უწყლოსა წყალი ადინა, უბის ააგო საყდარი. 1915 წლით თარიღდება სოფელ კაცხში ვლადიმერ გოგოლაძის მიერ მოპოვებული ეს ლექსი, რომელიც თან ერთვის ზღაპარს სოფლიური რწმენა თამარ დედოფლის შესახებ. თხზულება თამარის გამეფებისა და მის მიერ ქონების დაგროვების ლეგენდის შესახებ მოგვითხრობს. იმდენად დიდი იყო თამარ მეფის სიყვარული ხალხში, რომ ზეპირსიტყვაობაშიც მასზე შაირები და თქმულებები და ზღაპრები შემორჩენილია. გრიგოლ ორბელიანის სახე თამარ მეფისა ბეთანიის ეკლესიაში. მე-19 საუკუნეში უცნობი პირის მიერ გადაწერილი ეს ლექსიც ეროვნულ არქივში ინახება. ძველ საბუთთა განყოფილებაში კიდევ მე-18-19 საუკუნეში გადაწერილი ჩახრუხაძის თამარიანი, თეიმურაზ პირველის ლექსები, თამარ მეფის საფლავის ეპიტაფია და რამდენიმე ხალხური შაირი თუ ზღაპარია დაცული. ყველაზე დიდი სიმდიდრე აქ მაინც თამარ მეფის დროინდელი ანჩის სახარება და მეფის მიერ გაცემული ორი სიგელია, რომელსაც თავად თამარის ხელრთვა ამშვენებს.